confirm. ხო? ახლა ყველაზე მაგარი ახლა ხდება. ყველაზე მაგარი ახლა, როდესაც ჩვენ მივდივართ რეპორტში, ეს ყველაფერი გადმოდის რეპორტში, შემდეგ ვამატებთ, ანუ ვირჩევთ, რომ სურათები ჩავყაროთ რეპორტში, ესე პროსტა ჩავყრით და შემდეგ ვაკეთებთ previews. აგერ არის თქვენი რეპორტი, სადაც წერია, ნახეთ, ჩემი აქ უნდა ეწეროს თქვენი მონაცემები კლინიკის, ხო? აქ წერია ჩემი ID, ჩემი პირადი მონაცემები. აგერ წერია, რომ ჩვენ გვაქვს მარჯვენაში კვანძი, რომლის ზომები არის ესენი და მოცულობა არის ეს. სად მდებარეობს ეს კვანძი, როდესაც ჩვენ 2-3 კვანძი გვაქვს, ჩემთან როცა მოსულია ექიმთან როცა მოდის პაციენტი, როცა მე დავინახავ ასეთ რეპორტს, უკვე ვიცი სად ვეძებო ის, სად ლოკაცია ჩანს, ხო? მე მოვდივართ აგერ აქ, შეხედე აგერ აქა წერია, რომ რისგან შედგება ეს ყველა მახასიათებელი, რაც მან ჩამოწერა, აქ წერია და შემდეგ ვაკეთებთ, ანუ შემდეგ გვერდზე რო გადავდივართ, არის ეს სურათები, რაც ადასტურებს იმას, რომ ჩვენ სწორად გავზომეთ. ამას მე აიღებ დააწვევი პრინტს ამას და ამოიბეჭდება ეს რეპორტი. და გამოდის, რომ ექიმს საერთოდ არაფერი არ აქვს დასაწერი. პროსტა საქართველოს რეალობაში ქართულად უნდა არსებობდეს დასკვნა, რომელიც ამასთან კორელირებს და ჩვენ ვაკეთებთ ისე, რომ იდეაში ჩვენთან ნორმალურად იწერება, პროსტა იწერება, რომ პაციენტს აქვს პირად 4 კვანძი, იხილეთ ზომები ამ დანარჩენში. და всё, დამთავრდა. ეს ეკეთება ძუძუზეც და ფარისებიც.